მე ვარ ოთონი ჟარძე, 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. ყავს 2 მწვრთნელი, ვაკო თედორაძე და ბაჩი მიქელაძე. ორივე ძალიან კარგი და მხიარული მასწავლებელია. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას. ადრე ვიყავი მარჯვენა მცველი და შემდეგ შევიცვალე პოზიციად. კარგად ხედავ მოედანს და ცენტრში კომფორტულად გრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 50-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. საჯარიმოს გარეთ მივიღე ბურთი, მაგრად დავარტყი და ქვედა მარცხენა კუთხეში გავიტანე გოლი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომერი. 8 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე გამხდარიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ ტურინის იუვენტუსში, სადაც ძალიან კარგი წლები მექნება და შემდეგ გადავალ რეალში, სადაც კარიერას დავასრულე. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 42 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ცნობილი მწვრთნელი. სიამოვნებით ჩავიბარებ და გავსწრდი Manchester United-ს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია რეჟი ჟიჟვაძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ ნაკაშიძე. ყველაზე მშვიდია ელენე სეზარი. ყველაზე ბედნიერი მგონია მათე თალგირით. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთი კომახიძე, რადგან გაკვეთილებს კარგას ხმის და ბავშვებს არ უყვარს. ახლა მინდა ვიყო 6 წლის, რადგან უფრო კარგი სტარტი მექნება ფეხბურთელობისთვის. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი პატარა ძმა. მამიკვარის ჩემსავით სიმპათიური, ჭკვიანი, კეთილი და სტუმართმოყვარე. დედიკვარის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ღვიძლები. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გამოაწყობს ხაჭაპურებს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვე გიოს და მაშვს. მე ვქნები ძალიან კარგი მეუღლე და კარგი მამა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩვენი სამხრეთი. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი სკოლის მოსწავლეებს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ კარიერას. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ლაბირინთში მორბენა. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩავიფიქრებდი, რომ მქონდეს საუკეთესო კარიერა ფეხბურთის ისტორიაში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილედ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემოძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? დროში მოგზაურობა რომ შემოძლოს, ვიმოგზაურებდი 21 საუკუნის 40-იანი წლები საფრანგეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრე და უკაცრიელ კუნძულზე. მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემ დეიდაშვილ გიორგი ტარიელაძესთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია ახალი ბუცები. ბედნიერი ვარ, როცა ძირითად შემადგენლობაში გიძახებენ და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.